მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და სადაც 24 ოქტომბრის ღამით შემოვიდა რამდენიმე უსახლკარო. ისინი დღემდე რჩებიან ამ შენობაში. როგორც მათ თავად გითხრეს, ამ დრომდე მათთან არავინ არ მოსულა აქ ხელისუფლების წარმომადგენელი, ან მერიიდან, ან აჭარის მთავრობიდან და არ მოუკითხავს მათი პრობლემები, არ შეუსწავლიათ მათი ოჯახური მდგომარეობა. ისინი ყვებიან, რომ არიან უსახლკაროები, აქვს საცხოვრისის პრობლემა, არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, მათ შორის ბევრია მარტოხელა დედა და ყვებიან, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ ეხერხებენ თავისით ბინის შეძენას და ასევე უკვე პრობლემაა ბინის ქირის გადახდაც, რადგანაც ქირა მოიხსენებათ ბოლო წლებში ძალიან გაზვირდა ბათუმში. მოდი თავად მოусმინოთ უსახლკაროებს, რას მოყვებიან ისინი მათი პრობლემების შესახებ, როგორ გახდნენ აღმოჩნდნენ უსახლკაროები და როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ შემოსულიყვნენ აი მიტოვებულ სახელმწიფო შენობაში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ბათუმში. მე აქვე გეტყვით, რომ უსახლკაროები ბათუმში წლებია მართავენ საპროტესტო აქციებს, დაახლოებით 2 წელი ბათუმის მერიასთან ისინი იკრიბებიან ყოველ ხუთშაბათს. დღემდე გრძელდება საპროტესტო აქციები და ითხოვენ იმას, რომ მინიმუმ მათი პრობლემები შეისწავლოს ბათუმის მერიამ, მთავრობამ, მაგრამ ამ დრომდე არათუ არ შექმნა რამე კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოაგვარებდა უსახლკაროების საჭიროებებს და პრობლემებს, არამედ მათი ოჯახური მდგომარეობა არც კი შეუსწავლია მთავრობას. მოდით მოვუსმინოთ ამჯერად თავად უსახლკაროებს, ვინც შემოსულია ამ შენობაში 24 ოქტომბრის შემდეგ. ანუ ღამით შემოხვედით თქვენ 24 ოქტომბერს, საქმე როგორც ვიცი, ხო? შორენა გვიათ თქვენ. მოდი მოგვიყვებით თქვენ შესახებ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ შემოსულიყავით ამ შენობაში? 2 და 3 წელი არა, ძალიან დიდი ხანი დავდიოდით აქციებზე, განცხადებებს ვაკეთებდით. მივიტანდით განცხადებას, დაგაკმაყოფილებთ, წამოვიდოდით და დავიღალეთ. ამდენი უყურადღებობით დავიღალეთ და გადავწყვიტეთ ესე, რომ მიტოვებულ შენობაში შემოსულიყავით. თავად თქვენ შეარჩიეთ ეს შენობა? როგორ შეარჩიეთ აი ეს ვინ გაწოდოთ ინფორმაცია? მივდიოდი არავის არ მიგერ, მათ იყო შენობა. მივდიოდი, შემიჩნდა, რომ იყო დაკეტილი შენობა. ერთი კვირა დავდიოდი, მათვალიერებში როგორ უნდა შემოსულიყავ. მე მოიკითხე, თქვათ ვინმე სად მის ეკუთვნის ეს შენობა, იქნებ კერძო საკუთრება იყო. მოიკითხე, გვერდით მოვიკითხე კი და სახელმწიფო ბალანსი არის შენობა, რკინიგზის სადგურის დეპოს შენობა არის. იყო ვინმე მოსული ახლა ამ შენობაში? არ იყო, საერთოდ ერთადერთი მეორე დღეს იყო მოსული პოლიციასთან ერთად მერიის წარმომადგენელი და გითხრა, რომ მესამე სართულზე არ ვსულიყავით, იმიტომ რომ ჩამოდის წვეთი, აი როგორც გარეთ, ისე წვიმ შიგნით. და არ დავზიანებულიყავით და მაგაზე რომ დავდობე რომ არ დავზიანებულიყავით, თავიდან უნდა იდერდონ რომ არ შემოვსულიყავით. სხვა ვინმე მერიის წარმომადგენელი თქვათ, ან მთავრობის წარმომადგენელი ვინმე იყო მოსული აქ? არავინ არ მოსულა. იქნებ გავიყინეთ, იქნებ მოუგდით, იქნებ შიერი მოუგდით. არავინ არ მოსულა და არ დაინტერესებულა საერთოდ. ასეთ უხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, არ ვიცოდი რომ ხალხის უფლებებს მთავრობა არ იცავდა და არ აინტერესებს საერთოდ. ხონდა მოსულიყო, შევედით, გაიგეს, მაგრამ არ უნდა მოსულიყო პასუხი გაეცა, ან გადით, ან დარჩით, ან მოგცეს უფლება, რომ ელემენტარული დენი შემოვიყვანოთ, რაღაცა სარემონტო სამუშაოები ელემენტარული ჩავატაროთ და ისეთი რომ იცხოვრებოდეს და ბავშვები მოვიყვანოთ. აქ ახლა რაპირობებია შუქი, წყალი, სვენი წერტილი. საერთოდ და ეხლა ვცდილობ ჩვენ საერთოდ ძალიან რომ ერთი საერთო საფრიფარაშო გავაკეთოთ პირველ სართულზე და ბაზარში აღარ ვიაროთ. ან ბაზრის ფასიანი საფრიფარაშოთვის არის. საფრიფარაშო ეს გაგეულა მაგალითურია. ეზოში არის საფრიფარაშო დაცვა. დღეს მოვიდა პოლიცია და გაგვაფრთხილა რომ ეს იყო ავარიული შენობა, სად არის ამ დროს მთავრობა? რატო არ მოგვაკითხეს? ჩვენ უსაფრთხოებაზე არ გითხრეს რომ საფრთხის შემცველია თქვენი აქ ცხოვრება. ავარიული შენობაა და არ უნდა ვიყავით, არ უნდა შევხებოდით. ჩამოდიოდა თითქოს ფაქტიურად შიგნით წვიმს როგორც გარეთ. არ ვიცოდა ეს ცხოვრება, სად არის, რატო არ მოგვაკითხეს? ხო უნდა გავცეს ვინმე პასუხი, ან დაგვიშვან, ან დაგტოვონ. აქ ახლა ავეჯი ინვენტარი არაფერი თქვენ არ გაქვთ, ანუ გძინავთ იატაკს, ხო? ნენელა შემოგვარ. სველი წერტილი არ არის შენობაში? შენობაში არის ჯობა, მაგრამ დალოქულია, გათიშულია ყველა. ვერ სარგებლობთ. ანუ წყალი შემოგაქვთ გარედან ჩვეულებრივად, ხო? ყიდულობთ ხანსახლებიდან ჩოკებით მოგვაქვს, ვედრებით და ასე. და ტუალეტი ასევე შენობაში არის, მაგრამ არ ფუნქციონირებს. გათბობა რაზე თქმებით? შეშის ღუმელი. ანუ შემოგაქვთ ეს შეშაც?
ძველი პარკეტია და პალი პარკეტი და ამას ვიყენებ ძველი ავეჯი დაშლილი ავეჯი არის. ესეთი შეშე. აშრობთ მასე და მაგით ვაქებს წეს. ანუ ეს არის უკვე დღეს აღამოსთვის გამზადებული, ხო? და რამდენი ადამიანი რჩებით ახლა ამ შენობაში, რამდენი ხარ? ერთი ოჯახიდან. თვითონ წარმოგვიდგენთ. ისეთ გავდივართ. ან ხართ 21 ოჯახი, ხო? მოდი ხა მოგვიყევით ამ ოჯახების მდგომარეობა როგორია, თქვა თქვენი შემთხვევა რომ მოუყვეთ მაყურებელს, თქვენ როგორ მიიღეთ ეს გაწყვეტილება რომ შემოსულიყავით ამ შენობაში და რა არის მთავარი მიზეზი და საფუძველი ამის? ის არის რომ დავში უსახკაროთ. ცხოვრობდი ქირაში, ვერ გადავიხადე ქირა და ბავშვთან ერთად აღმოჩნდი ქუჩაში. იძულებული გავხდი რომ შემოსულიყავი აქ. თქვენ მარტო ხელა დედა ხართ. მარტო ხელა დედა ვარ. ყავს ერთი შვილი და ვერ ვარჩენ ფაქტიურად. რამხელაა თქვენი შვილი? 12 წლის. იძულებული გავხდით რომ შემოსულიყავით აქ, ქონოდა თავში საფარი, მაგრამ პატრონი არავინ არ ყავს. მუშაობთ სადმე? ამჟამად არა, ვერა. რითი იხდით მანამდე ამ ქირის თანხას? დალაგებებზე დავდიოდით, ხანსაზღვარზე გადავდიოდი, მაგრამ ეხლა ფაქტიურად ვერ, იმიტომ რომ ბავშვი სკოლაში. ქირის თანხა რამდენია? 700 ლარია ქირის თანხა. გაძვირდა ბოლო პერიოდში თქვენთვის ქირის და ფული? რომელიც შეუძლებელი გახდა გადახდა. ფაქტიურად მომიწია ის გამო, რომ დავალიანები დამიკრული და დავცალებინა, ანუ ავეჯიც კი ვერ, ნივთებიც კი ვერ გამოვიტანე გარეთ, რომ სადმე გადავიდე. ცოცხალი თავით არ ვაპირებთ თქვენ. აქედან არავინ გასვლას არ ვაპირებთ, სანამ მთავრობა არ მოვა და არ დაგვაკმაყოფილებს. თუ არ დაგვაკმაყოფილებს, ჩვენ ვრჩებით შენობაში. კარსაც გაუხსნით ინტეგრალური რომ კარსაც არის. ანუ დღეს ახლა კარი ჩაკეტილია და შემოდიხართ ფანჯრიდან. ჩაკეტილია ფანჯრიდან გადავდივართ და გამოდივართ, რომელიც ყოველდღიურად მეზობლების შეურაცხყოფებს და თითქმის და ყოველდღე არის პოლიცია აქ. და მთავრობამ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, კი გვითხრან ან არც მეუბნებიან არაფერს არა საერთოდ რომ ვთქვით მაინც არ ვაპირებთ გასვლას. კარგი, თქვენ შესაძლოა რომ მოგვიყვეთ ასევე, თქვენ როგორ აღმოჩნდით უსახკარო? კი ბატონო, მარტო ხელა დედავა, 4 წელია. ბავშვთან ერთად ცხოვრობ, ამასთან ერთად მყავს ავადმყოფი მშობლები, რომელსაც მოპატრონო. ხოდა როგორც ესე 21 ოჯახი, მეც გადავწყვიტე რომ მეც ამათთან ერთად ყოფილიყავ, იმიტომ რომ მეც ეს ამათ გადასახდები და ვერ ვედი. თქვენი ქირა რამდენია გადასახდები? 500. ნაცნობობით, იმიტომ რომ შორეული ნაცნობთან ვარ შესულს. ხოდა თქვენ აზე მუშაობთ? ნახევარ ფაბრიკატებში ვმუშაობ 12 საათი ახსენებ გავა. ყველა დღე 12 საათი. და თქვენი ანაზღაურება რამდენია? 50 ლარი. დღეში 50 ლარი. მე ეს ყოფნის, იმიტომ რომ სამსახურიდან მაქვს ხელისეწყობა, ხან დამჭირდა და ადრე წამოვედი, იმიტომ რომ ბავშვი მყავს სკოლაში წასაყვანი, მამა მყავსავად. სხვანაირად სხვა რამეზე ვერ ვიმუშავებ. ჩვენ ერთადერთი ვითხოვთ იმას, რომ შემოვედით აქ და პოლიციამ კარები დაგვიკეტა, იმიტომ რომ გარედან ხალხი არ შემოსულიყო, მოვიდეს ვიღაცა, თავრობიდან იქნება ვინც იქნება, მოგვაქციონ ყურადღება, ან კარი გაგვიღონ, ან დაგვაკმაყოფილო რამით, ან დაგდონ ან შენობაში. ეხლა ეს თანხა რაც თქვენ ახსენეთ 50 ლარი, ეს როგორ ყოფით? რა შეანაწილებთ ამ თანხას? საინტერესოა. აქედან რომ ხელვაჩაურში ბავშვი ავიდეს 5 ლარი მაინც უნდა სკოლაში. ანუ ხელვაჩაურში რატო? იმიტომ რომ აქ ვერ მივიყვანე, არ ვიყავი აქ ჩაწერილი და ხელვაჩაურში დამყავს აქედა პირველ სკოლაში. ეგეც ხელვაჩაურის პირველ სკოლაში, ხო? ეგეც თხოვები მედი მერიაში რომ მეთქი აქეთ. და ნაკრავებინა ბათუმში გაქვთ, ხო? როცა შეიძლებოდა მე-9 სკოლაში იქ ახლოს მივიყვანა, დამყავს საათნახევარის მიწა. ხელვაჩაურში. კი ბატონო. და თქვენ კვებაში ყოფნით ეს თანხა? 50 ლარი როგორ უნდა გადაანაწილო. ქვეში 500 ლარი ქირა, საჭმელი, წამლები მამაჩემისთვის და ამასთან ერთად 2 უნარშეზღუდული მყავს სახლში. აი ხელშეწყობა რა არის ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან? როგორც მარტო ხელა დედა რა დახმარებას იღებთ სახელმწიფოსგან? 200 ლარიან დახმარებას. ისიც 3 თვე გაჩერებული მქონდა და მე რომ 60-ჯერ მივედი, ან 3-ჯერ მივაკითხე. ან თვეში იღებთ დამატებით 200 ლარს. 200 ლარს ბავშვის. ისიც მეცადინეობისთვის მჭირდება, იმიტომ რომ მე რომ ვმუშაობ, ბავშვს მასწავლებელი აუყვანე და გადაუხადონდა. არავინ არ. თქვენ არ ცალიათ დილიდან საღამომდე, ხო? დილის 9-დან საღამოს 9-მდე გასულიყო. ყოველ დღე. კი ბატონო. მესმის. ერთადერთი ვითხოვთ იმას, რომ ყურადღება მოგვაქციონ, გაგვიღო კარი და ჩვენი ძალებით ეს იყო შენობა დაკეტილი 2017 წლიდან და
შემოვედით, იმიტომ რომ გჭირდება. რო არ მჭირდებოდეს, მე აქ არ შემოვა და ბავშვს მე აქ არ შემოვედგვა. ანუ თქვენთვის მისაღები იქნება თუ კი დარჩებით ამ შენობაშიც და მოაწყობთ ამ შენობას. პირაში რომ 500 ლარი არ გადავიხადო ერთი ოთახი. შევარემონტო და ბავშვი დავაწვი. და აქ ეხა ახერხებთ რომ ამითაც დარჩეთ, ანუ ამით მე ვქშები, მაგრამ ფაქტიურად დღეღამეა ვქართ ასე რომ თუ ბავშვებს ვერ ვაჩერებთ აქ. იმიტომ რომ აქ არის ძალიან სიბინძური. აქ ჩვენ რომ შემოვედით, თითქმის სარმანქანი ნაგავი გავიტანეთ. აქ არის ცხოვრება ფაქტიურად, მაგრამ თუ მთავრობა ვერ მაყოფილებს, მოგწეს უფლება და გავჩეს დაღუპ. ამაზეც თანახმობა. კარი გაგვიხსნა და მოგწევდით იმის. არის გასაღები არის ამის რა შემოვედით მეორე დღეს პოლიცია რომ მოვიდა არიკადრეს კენჯერაზე გადმოხტომა და შემოვიდნენ კარებიდან ეს გასაღები აქვს ამ შენობაში არის დაცვა გაუხსნა პოლიციამ რა გითხრათ? პოლიციამ ვიქნა რასაკეთებდა ცხოვრობთ იმიტომ რომ არ გვაქვს სახლი ხო თქვენ ღამით შემოხვედით ხო 24 ოქტომბრის ღამით ხოდა ის გასაღები რომ მოვთხოვეთ ადამიანურად მოვთხოვეთ რომ გავიღეთ კარი ადამიანები ვართ ხო არაფერს არ ვაკეთებთ გავაკეთეთ და შემოვართ ხო დაცვა მითხრა რომ ჩვენთან არ არის წაიღო ბენზეს პოლიცია მე მითხრეს რომ არის კინიგზის სადგური ჟირის სადღაც აკვედით ყოფილა შენობა ხო ხოდა ხომ არსად ხარ მიგვაქვს ის შენობა გაგვიღოს ის კარი გაგვიღოს რომ ელემენტარული ფეხი მიტოვა და ფანჯრი დავხტები ისე გადავდივარ და გადმოვდივარ არსებობს საშუალება რომ გამოსავალი არსებობს ჩვენი ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს ის რომ დაგვხდონება შიგნით ჩვენ თვითონ მივხედოთ ამ ყველაფერს გავაკეთოთ დენი წყალი და კარი ელემენტარული კარი გაგვიხსნა და საფიფალში რომელშიც არის საშუალება რომ შეხვიდე ის დალუქულია და არის ქვემოთ დაკეტილია და არ გვაძლევენ უფლებას რომ გავხსნათ ის მადლობა თქვენი შემთხვევა როგორია რომ მოუყვეთ ასევე ჩვენს მაყურებელს ჩემი შემთხვევა არის ქირაში ვცხოვრობ. აი, არაფერი არ მაქვს შემოსავალი, დასაქმებული არა ვარ, თუ გავარა. აი, იმუშავე ვეგაა. ძვირს ვარ ჩემს. ორი სრეზოვანი შვილი მყავს. მოგცეთ თავრობა მიმსუბლება, დავტოვონ, ან კიდე დაგორმაყოფილო. ისეთი პირობებით, რაც მისაღებია. ამას ვიღებ. დაბუ აი, ეთილი იმებოდა, რომელიღაცა მოვიდეს, გადოესაუბროს, ან დავტოვონ, ან გადაგვიყვანოს სხვაგან. ან დაგვაკმაყოფილო, რომელიღაცა ხომ და გააკეთო. არა და მოხდება თქვენ ცხოვრობთ ნაქირავებში, ხო? რამდენი წელია? შეიძლება გადაიღოთ რა პირობებში ცხოვრობთ. კი, გადავიღებთ, კი, აუცილებლად. მოდი რომ ნახოთ ეხლა რა პირობებში ცხოვრობთ, ხო? აქ ხართ ის განმავლობაში თქვენ ეხლა ამ სართულზე. ჭერი ხედავთ როგორც გამოიყურება. ზემოთ უარესი დოლარი. ასევე პაკეტი. ხო? მოდი ბატონო, ეხლა თქვენ რომ მოგვიყვეთ თქვენი პრობლემის შესახებ, თან რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს რა გარემოში გიწევთ თქვენ ცხოვრება. მე როგორც ვიცი, თქვენ ხართ ეკომიგრანტი, დამეწყრელი სოფლი დამბრძანდებით თქვენ და სახელმწიფომ შემოგთავაზეთ ხო 50000 ლარი, იმიტომ რომ თქვენ გეოლოგის დასკვნა გიჭირავთ ხელში უკვე 10 წელია როგორც მითხარით, ხო? რომ საშიშია იმ სახლში ცხოვრება, რომელიც თქვენ გეკუთვნით სოფელ თხილნარში ხულოში. მაგრამ ამ სოფელში შაშანად ჩამოწვა მეწყერი და ერთი ქალი დაიღუპა კიდევაც, ხო? მოდი რომ მოუყვეთ ამ ყველაფრის შესახებ ჩვენს მაყურებელს, თან რომ ნახოთ ეხლა რა გარემოა, რა გარემოში გიწევთ თქვენ აქ ცხოვრება. დიახ, იძულებული გავხდით აქ შემოთული გავით. დიახ. ხიაში ცხოვრობ 10 წელიწადია. აქვს შვილი და ძალი მეორე. 5 შვილი ვართ ოჯახში. დიახ. 900 ლარი ქირა მაქვს. აღარ გეძებიხადი ქირა. რამექნა ბოლო აროჩი აი ჩვენი ერთ გონგად შემდგარი მოვედით აქ. ხო. თავრობაში მერიაში მიმოართი, ჩვენ მივედით ჩვენი ფეხით, ვინმე არ მოსულა. ეს ხულოს მერიაში. აქ აბათუმის მერიაში. მერიაში მივედით, მერია. და რამეთქმა ასე ხულოს მერია არ გიხდიდათ და ქირისთან ხა, ასე როგორც ქირის ფული. დღეს რომელი მერია უხდის ხალხს? 1000 მისულობა, დღეს არა, ხვალ არა, რა ვიცი. არაფერი. უბრალოდ სოციალური სალ გამიგეთეს. სოციალურ დახმარებასაც არის. აგენტმა ამაუდა სოციალური აგენტი იციკო, ვისაც მე ხო იმას ლაივში ხარ დაბუ ჰა? ლაივში ხო, ვიცი ესე. დიახ. სოციალური გამიგეთეს მე რადგან $200 არ მივეცი, არ გამიგეთეს. ქულა თუ მქონდა 62000, 75000 ევრო. არაფერი არ მიწავა, არ არ იმ სახლში, რომელიც თქვენ გეკუთვნით თხილვანეში, იქ არავინ არ ცხოვრობს. არა, როგორ ვიცხოვრობ? შეიძლება ჩამოწდეს კიდოს ბავი, ან რაღაცა ჭაობია, იძირება სახლი.
თქვენ ახლოს ხართ იმ ადგილთან, სადაც შარშან ჩამოწვა მეწყერი და ქალი დაიღუპა? ჩემს მაღლას ხორს, იქიდან როვირობდებოდა მე სპარდობა იქ არდე დატაკებული იყო ცალ-ცალ საგრძელო, მაგრამ ის ქალბატონი რო დაიღუპა ცოდვა. ეს ვერავითოს რაღაცა მიცეს. გასული წლის ზამთარში იყო, ხო, ეს შემთხვევა? იანვარში იყო თუ სანამ ვინმე შეეწირება საერთოდ ყურადღება არავინ არ აქვს. ეს რას აჩვენებს ისე თქვენთვის, რომ აი სახელმწიფოს დამოკიდებულება როგორია? თავრობა, ანუ ჩვენ არ ყავს პატრონი ასე რომ სანამ ჩვენ მოიგო უკვე მეოთხე ვადით მოიგო არჩევნები ქართულმა ოცნება. გაყალბებით მოიგო. ანუ გაყალბდა არჩევნები თქვენ ესე ფიქრობ? თქვენც ასე ფიქრობთ? ხალხ შეხვდები და შევარჩევით უცხოყოფილოა 21 ანუ ოცნებით და ვინ მისცა ხმა? ჩვენ მაგალითად 21 ადამიანი არ ყოფნართ არჩევნებში. საწავიდა ჩვენი. საწავიდა ჩვენი ხმები თუ არა მათგან. მაგრამ რატო გაქვთ თქვენ განცდა რომ გაყალბდა თქვა და იგივე თქვენი ხმებით ისარგებლებდა ვინმე? იმიტომ ქუჩაში ვისაც შეხვდები, ანუ ოცნებაზე კაცს არავინ არ ამბობს. ანუ ყველა აჭირებულია, ყველა უკვე ამოვიდა ხალხს წელში ესეთ სიტუაციები და არ მგონია რომ ყველა მოცნებას მისცეს ხმა და ოცნება გამარჯვებულიყო. გადაიღეთ პროსტა ისე. წინ ევროპისკენ მივდივართ ხო, ესეთი იყო ოცნების გზავნილი. აი ევროპა. ევროპას არის? ევროპას ბავშვები ნაგვებში არ ცხოვრობენ, არც ხალხი არ ცხოვრობს და ნაგვის ურნებიდან ფულს არ იღებენ და არ ჭამენ. მაშინ რა გამოდის გვატყუებს ხელისუფლება? ფაქტურად ესე გამოდის, საკუთარი ბიზნესისკენ მიემართებიან, მაგრამ ხალხს ყურადღების არ რა არის მიზანი? რა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას თქვენ დაკვირვებით? ისოს გამები არ დაგარბონ. თქვენი აზრით? ევროპას არ არის. ევროპა ასეთ ადგილას ევროპაში რო აჩვენებს ეს ტელევიზია, რომ ასეთ ცხოვრობს ხალხი. ამას ევროპაში და ევროპისკენ საერთოდ არ გავუშვებ. და საერთკენ მივდივართ მაშინ რა გამოდის? ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყანა საით მიდის? უსკრულისკენ მივდივართ. გედელი ჩეხებით, აი გლეხი არ აინტერესებს საერთოდ თავთავად. 16 დღე აქ ვარ და ვინმე არ მოსულა. ჩვენ პირიქით მივაგითხეთ მერიაში, ჯანდაცვაში, სადაც ჩვენ არ გვეხება ვის ეხება. ჩვენ ამ საქართველოს მოქალაქეები არ ვართ მეგობრებო. რა ვიცი, მე ვხვდები. რა გამოსავალი არსებობს ახლა მაშინ ჩვენს ხელში მოქალაქეების ხელში? თუ მოვლენ მესვიან აცყალში გადახვიან ამ რაღაცას იგანი ესა. როგორ გადავხატოთ 900 ლარი? პატარა ბავშვს სწავლა როგორ შეუძლია? ხო, მესმის. მოდი ნახოთ ან შენობა, ხო, რა მდგომარეობაშია? მასები წერენ არც რო ინფორმაციას, რომ ოცნებას მივეცით ხმა. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ გავსულიყავთ და ჩვენი ხმა დაგვეცვა და მიგვეცა ჩვენი მიგვეღო გადაწყვეტილება, როგორ ჩვენ გვინდოდა. მათგან ვერ დატოვეთ ეს შენობა არჩევნების დღეს, ხო, ხო? არჩევნების დღეს ვიყავით აქ და ეზოში იდგა პოლიცია და არ მოგცეს საშუალება, ან ხუთი მოგვიტანეთ ხარით, ან გაგვიშვით თითოეულ რაკაც და მისცემთ ხმას. ამიტომ ხალხი მუშედი შეცდომაში, რომ ჩვენ თითქოს ოცნებას მივეცით ხმა. ოცნებისგან და მთავრობისგან ყვაყობილი რომ ვიყოთ და დაკმაყოფილებული აქ არ ვიქნებოდით. აი თავმოყარეობას გადავაბიჯეთ და ისე შემოვედით აქ. ახალგაზრდა გოგოები ვართ რამდენია, მარკოხელა დედები ვართ მართლა და სულ თქვენ თვითონაც დაინახეთ საიდან გადმოვიდივართ და ოცნებას რანაირად ვიქცევდით ხმას. მოდით ახლა ნახოთ როგორია ეს შენობა, დაგვეთვალიერებინეთ, ხო? და თან მოგვიყვებით როგორ ცხოვრობთ აქ, რა პირობებში გიწევთ თქვენ ცხოვრება. ეს რა ოთახია ეს ახლა? არის საძინებლები, რომელიც ვაგებთ ძირს ნეიბერს, ერთი ოჯახი სამ ადამიანს ერთად ძინავს ქალბატონებს. ეს ბავშვი საწოლი არის, მაგრამ აქ არ რჩება. დღის მოგყავს ბავშვები, ისევ მიგყავს. არ არის პირობა რომ აქ ბავშვი გავაჩენოთ. ეგ არის საძინებელი. გვეხედავთ კარტში საძინებელს, რომელიც ასე სახედახლებოდ მოეწყოს უსახკაროებმა აი ამ მიტოვებულ შენობაში. ესეც კიდევ ერთი ოთახი. აქ სულ 3 სართულია, ხო? კი, ეს არის საერთოდ სამზარეულო ჩვენი. აქ ვაკეთებთ, ვამზადებთ საჭმელს და ერთად მივირთმევთ. ეხლა უკვე ცალკე ვაპირებთ. გაქვთ გაზის ბალონი როგორც ხედავ, ყავას ამზადებთ, ხო? საკვების მომზადებას ახერხებთ აქვე? კი, ასევა. ანუ საკვები შემოგაქვთ, არ ვსვიდავთ არავინ ამაში, ხო? რომ გახვიდეთ და შემოიტანოთ საკვები, შეგიძლიათ. მაგრამ წყალი არ არის შენობაში, გადაკეტილია როგორც ბოთლებით შემოვა. ბედრებით და ასე შემდეგ. არა, წყალი შენობაში არ ვარ გადაკეტილია როგორც გადაკეტილია. ვერ სარგებლობ. ფარეში და დენი გადაკეტილია. შენობაში არ მაგრამ გადაგეტილია, გიზულობთ რა. ხო, მესმის. ეს
აქეთაც აი კიდე მეორე. აი ეს ადამიანი მაგალითად ეს ოჯახი უკვე თავისთვის ცხოვრობს. ბავშვები აქა. ხო, დღისით მოყავს ბავშვები რა პრობლემაა მერე. დღისით მოყავს ბავშვები, იმიტომ რომ ეხლა აკეთებენ რაღაცებს და ფეჩი დადგენს საძინებელი ეს თუნამ ბავშვები. ან ბავშვებს საღამობით ახლობლებთ ან თუ როგორ თქვენი ოჯახის 20 წელია იღებთ შემწეობას. ეს შესაძლებელი რამდენი ხანია რაც მოაწყო? ეხლა მოვაწყე ამბობს. დღეს. ეს უკვე თქვენი ოთახი, ან თქვენ ამ ოთახში ჩერდებით, თქვენი ოჯახი? ეს ამას უნდა შეავლოს ხელი და უნდა იცხოვროს. ერთი სკოლაშია. სამი მცირეწლოვანია, ხო? ეს ერთი ოჯახი. მადლობა. აქეთაც მეორე ოჯახი. აი, აქაც ეს უმერი და სოლის აძინებელი ეს ქალბატონი ეხა წასულია ბავშვებთან. ხო. აი ეს. და ნემელა ბალაკი. ეს განჯრები არის იმ მდგომარეობაში, რომ ქარი არ შემოდის, ანუ პროექტ ცელოფნები გვაქვს აკრული, ნახე, ცელოფნები გავაკარით და ზოგან არის სტეკლები, ზოგან არ არის, სადაც არ არის დიქტებს ვაკრავთ, ან ცელოფნებს ვაკრავთ. ანუ ღამით მაინც ახერხებთ რომ ფეჩი, მთელი ღამე ფეჩი გვინი, ფეჩს ვანთებთ რომ არ შეგწიდეს. და ერთმანეთს პატრონობთ ასე რომ ვთქვათ, ვაღვიძებთ, რიგრიგობით ვაძინებთ და ასე. აი აქ ვქოთ ჩამტრეულია ფანჯარი. აქ ჩამტრეულია, ხო. აი ეს ახლა ბალაგებით ნემნელა გაგვაქვს მუსოლი და სულ რომ არაფერი მაგაზე მაინც უნდა გითხრა მადლობა რომ ამდენი მუსოლი გავიტანეთ ამ შენობიდან. სამი მაგთან და მუშაობის მუსოლი გავიტანეთ. ან გაიტანეთ ბევრი ნაგავი შენობიდან. ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ. ანტისანიტარია იყო რასაც კი. კი დაგჭირ უყობოდა კიდევ ერთი ქალბატონი რომელიც ახლა გავიდა როგორც ის თავისუფლთან საავტომობილოში რომ მოიწამლა მაგას სანიტარის გამო. ეს პრობლემა. ან თქვენის ფეხი აქ დაიზიანეთ? დავიზიანე და ინფექცია შემოჭრა და ჭრილობა მოხდა და ესე დავდივარ ახლა. კარგი, და კიდე მესამე სართული, მოდი იქაც ავიხედოთ. თქვენ მესამე სართულზეც ცხოვრობთ, იქაც მე სადაც ვიყავით ახლა დიდ ოთახში. იქ ვცხოვრობ, მაგრამ ჯერჯერობით ფეხის გამო ვერ ვალაგებ და მეზობლები მიდაგებენ. ისე ჩემი საწოლი ხომ დაინახეთ, ჩემი თის საწოლია. ებაუდის საძინებელი. აი ასე გამოიყურება ამ შენობის, მიტოვებული შენობის. კიდევ ერთი სართული, ეს მესამე სართულია. ამას ვარკიდებთ, რომ რამე შარში არ გაგხვდიან, რომ რა არიქა საბუთები. აქ რაღაც ძველი საქაღალდეები, საბუთებია. ესე რა შენობა იყო აქ? მე როგორც ვიცი, რკინიგზის ეკუთვნოდა, ხო ეს შენობა? და ამ დროისთვის არის სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობა. კიდე ერთი ის არა ქვია, განცალკევებული ოჯახი. აი საძინავს ადამიანს. ესეც კიდევ ერთი საძინებელი, სადაც უსახკარო ადამიანი ათევს ღამეს, როგორც ხედავთ. აქ შესაძლებლობელიც არანთია. აპირებსო დღეს მოიტანოს შესაძლებელი. ესეც მეორე ოჯახი, კიდე. ესეც ასე. ცოტა ეკეთე საწოლი მოიყურება. ახაც კიდე ესენი საწოლები არ არის რეგიონის მართლობის საწოლები და ესენი არის ისევ ამ ფიცრებიდან შეკერილი და წაფარებული და ამაზე ძინავს ადამიანს. ხო. იქ არის საფერფარეშო, მაგრამ დაკეტილია. არ მუშაობს. რომელიც არ მუშაობს. ხო. აქაც გაქვს პატარა სამზარეულოს კუთხე. ხო, ესეც ამ ოჯახისაა, ანუ აქ ვინც ცხოვრობს. იგივე საწოლია ეს, ნახე საწევს. ხო. ეს საწოლები ანუ აქვე დაამზადეთ, აქვე ხო. სახადახელად მოაწყოთ. ჩვენ თვითონ მოვიტანეთ. აქ ნებას არ გვაძლევენ რომ რაღაცა შევაიტანოთ ან დავუწვეთ ან რაღაცა გავაკეთოთ. ანუ ავეჯიან აბრე შემოვიტანოთ, ხო? ნებას არ გვაძლევენ. ანუ ვინ აკონტროლებს ამას რო როგორც კი რაღაცა მოგვაქვს, ეგრევე პოლიცია მოგვაქვს. პოლიცია სულეკავენ რა მოგაქვს რატო ამ შემოგვიწევს ვაიცავს, პირველ საფუძველი არის დაცვა. დაცვის პოლიცია. ხო, იმას აკეთებს, ხა არაფერს არ გვიძღუდავს, მართლა ცოდავს ვერ ვიყრი, რომ ან საჭირო პოლიცია მიდაკეთ, გავიწე ხალხი მოდიოდა, იდენი გწავდნენ, მაგრამ ჩაავშვებდნენ აქ. ვალიერი ვარ პოლიციის და მაგრამ პოლიციის მადლიერიც კი ვარ, ზედმეტად არაფერი არ ვთქვიათ, პირიქით ჩვენ გვიცავდნენ იმ შემთხვევაში, როცა აპირებდა ხალხი შემოსვლას, ახლა ჩვენს შემდეგ კიდე რამოდენიმე ერთი 40 კაცი მოგვადგა, რომლებიც გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, გვაგინებდნენ. ეს ვინ მოვიდა, ვინც აქვე ცხოვრობს ამ დასახლებებში? სხვა უსახკარო. მეზობლები, აი წინ მეზობლები და პოლიცია მაგრამ თქვენ წინამდე რატომ იყავით, რომ საკმარისი ფართი აღარ იქნებოდა ყველასთვის შენობა? თითო ოთახი უწევდა და თითო ოთახში აუნდათ. მათ სხვა უნდა იცხოვროს, არც სხვა უნდა იცხოვროს, იქ სხვა უნდა იცხოვროს.
და ამიტომაც არ დაკავებთ რამდენიმე შენობა ახლა უსახკაროები. თქვენ პრეფერ გაქვთ ახლა კავშირი, ვინც დაიკავეს სხვა ტერიტორია ბარცხანაში, თქვა თევზის ბაზრობასთან, ხო? დაიკავეს ბაქოს ქუჩაზე, მაგრამ ვიყავით კი მისული სოლიდარობა გამოუცხადეთ, სანამ აქ შემოვიდოდით ჩვენ. მაგრამ როგორც ვიცით, ესენიც დარჩენილ. ასევე არის შესაძლოა ბუკნარში, ხო? იქაც ძველ შენობაში. იქ საერთოდ არ არის კარი და ფანჯარა არცად, კი, იქაც ვიყავით ჩვენ და გავიშუქეთ. სამხედრო შენობაში რომ არიან თავდაცვის, მგონი გამოვიდნენ, არ ვიცი ზუსტად. იმიტომ რომ მაგ საჭმელიც და წყალიც არ შექონდათ. როგორც ვიცი. კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი შენობა, ხო, რომელსაც ახლა იცავს სახელმწიფო დაცვა. ბათქალში. ხო? რა გამოდის, რა საჩვენებს ბატონო ეს თქვენთვის სახელმწიფოს ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება უსახკარო ადამიანების მიმართ, თქვენ გითხარით? ამას არ აინტერესებიან გლეხი, მაგ გლეხი საერთოდ არაფრად არ მიაჩნია. რა ინტერესებთ აბა, რა ინტერესია? თავიანთი სკამების ინტერესი აქვს, თავისი გამდიდრება, თავიანთი შვილები ამერიკაში ასწავლონ, შენი შვილი აქ არც უნდა ისწავლოს, არც უნდა იცხოვროს. ეს როგორ არის, რომ ამერიკათან არის რაღაცა მიუღებელი მათთვის, ამოვე რომ იქ არის ქართველების პროპაგანდა, LGBT პროპაგანდა, თან მათი შვილები იქვე სწავლობენ. რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? თუ მიუღებელია, როგორ შეიყვანა ღარიბაშვილმა თავისი შვილის სახელმწიფოს სამალიოდით. ხო, აი რა საჩვენებს გათვის ეს ამბავი? რომ მაგის შვილმა განათლება უნდა მიიღოს და ჩემ შვილმა არა, ჩემ შვილის შვილმა. როგორ შეიძლება? არ ვართ აი. ანუ გამოდის რომ ჩვენთვის კეტავს ქართული ოცნება გზას ევროპისკენ. ასე, კეტავს ყველაფერი. არა, დემოკრატია არა. რატომ არ აწყობს რეალურად ხელისუფლებას ევროპა და რატომ აწყობს, რატომ შეიძლება აწყობდეს მას დაახლოვება ჩვენი ქვეყნის რუსეთთან? რომ მონები იყოს ვიღაცა მეფე. არის ვისაპირებენ მეფეც არის, არაფერში არ ჩანს. ხო და თავის გვერდით რომ ყავს გარემოცვა, ეგენი კაროჩი იმაშვებია. რომ არაფერმა ხელი არ შეუშალოს, ხო? თქვა იგივე მოსამართლე, რომელიც ახლა განიხილა საარჩევნო დარღვევების საკითხი. გადავიდეთ ისეთ თვალს ამ პროცესს. ტელევიზორი არ გაქვთ აქ, ხო, როგორც? ეს ტელევიზორი აქ წყალით ვერ შემოგვაქვს, რაღაცები, რაღაცას მოკიდავ ხელს შემოგაქვს, რა მოგაქვს, რატომ მოგაქვს პოლიციას უნდა გავა. ხო. ამ ბეტონზე კაცი დაწევა. მოდიში და ასეთი მოსელები არა, ჩოდვა იგივე და პირდაპირ დააწინა ასეთი ბეტონი. ხო. და ქვეყანა არავინ არა. და ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს ახლა თქვენი ხედვით? რა გამოსავალი აქვს ქვეყანას, ჩვენ ადამიანებმა, მოქალაქეებმა რა შეიძლება ვქნათ, რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, თქვენ როგორ ხედავთ? ახლა ყველა უნდა ადგეს უნდა მივიდეს უთხრას, გააგებიოს. ვისაც არ ესმის, უნდა ასე არ ესმოდა. ასლანა სადა გადაკეტა. საქართველოს აჭარა საქართველოს არის ხო? რომ ვინმეს არ უშვებდა თვითონ არც იმას ასლან აბაშიძე ხო როცა ჩოლოთი ჩაკეტა ყველაფერი. ასე ახლა აი 20-მაც კეტავს ქვეყანას, ანუ ჩვენ იზოლაციაში გვაქცევს. თურქეთში უბრალოდ თურქეთში ვერ გადავდივარ, თურქეთში გადავდივარ, იქ არაფერი უფლება არ მაქვს. პირდაპირ იმით მოდიან როზგებით და იმით. გალახო ხალხი და არაფერი. ხო. წადით და მაგენის სოფლები ნახეთ, სამსართულიანი სახლები აქვთ და ვინც რო უსახკაროა იგენი არ კადრულობენ მაგას. ანუ სახლები აქვთ, სახლები აქვთ, ვიღაც მოქალაქე წერს კომენტარში, ეხლა წავიკითხე შემთხვევით მისი კომენტარი. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სახლი ნამდვილად გაქვთ, მაგრამ არის მეწყერ საშიშ ზონაში და ამის გეოლოგის დასკვნა არსებობს, ხო, რომ არის საშიში. ყველაფერი ჩამოწ. მივიდე სადაც გაწვავს, მივიდე, ჩემი არის პასპორტი, საბუთებიც მოყ, ყველაფერიც მოყ. თუ სამსართულიანი სახლი მაქვს, მე თვითონ ვიზავი მივიდივარ და ხეს ვაძე სადაც უნდა ამის გამიშვა ციხეში მივიდივარ ახლია. და სამსართულიანი სახლი და ეხლა რა მოლოდინი აქვს ბოლოს ეგ რო გითხრათ მაშინ აგი ოცნების ხელისუფლება რა რამე შეიძლება მოაგვაროს თქვენი პრობლემები რომელიც უკვე მეოთხევადით რჩება ხელისუფლებაში და ამბობს რომ იგივე ივანიშვილი საუბრობს ძალიან კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ხო რომ ჩვენ გვაქვს მოსალოცად საქმე და ვართ ლიდერები რაღაც მსოფლიოში და ევროპაში ეკონომიკური მიღწევებით როცა ისმენთ იგივე ივანიშვილის გამოსვლებს და საუბარს იმაზე რომ ჩვენ ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები გვაქვს თქვენი რეაქცია როგორია თქვენი მოლოდინი როგორია ასევე ეს ხელისუფლება შეცვლის თუ არა მოაგვარებს თუ არა თქვენს პრობლემას ადამიანს ერთჯერ მოაწყვეტს ორჯერ მოაწყვეტს 10 ჯერ და 100 ჯერ ვერ მოაწყვეტს არ არსებობს
ვერცი სიმართლეა. ამდენი ქარხნები უნდა გაეხსნათ. რაღაცები უნდა არის ერთი ქარხანა ვაფშე არის. სადმე არის? ისიც ვიღაც თურქებს აქვს რაღაც ფაბრიკა და რაღაცა აი ქალბატონები მიდიან და 25 ლარი სიმუშოვე. 25 ლარი არ გამოდის. 600 ლარი სიმუშოვე თვეში. ყოველდღიურად იქ არიან 100 საათს მუშაობენ. სადაა? და იყო დაპირება 100 საწარმოს. დაპირება არის, მაგრამ გაკეთება ვინ უნდა გააკეთოს არ ვიცი. ბაბუაჩემმა და მოდის და გააკეთოს ვინ არ ვიცი. და ეხლა როგორ დაპირებები ქონდა ქართულ ოცნებას ამარჩევნებზე? რა მოლოდინი შეიძლება ქონდეს, რას გააკეთებენ? მათ დაპირება პრინციპში იყო ის, რომ გააუქმებენ ოპოზიციას, დააკავებენ ნაციონალ-მდროობის ლიდერებს. ეს პრინციპში ნიშნავს დიქტატურას. თქვენთვის რას ნიშნავს ქართული ოცნების დაპირებები? საქართველოს მე დავიშვათ და სხვა პარტიაში ვარ, სხვა რაღაცა მისევნია რაღაცაში ვარ. როგორ უნდა გავა საქართველოს მოქალაქე არაა? არის ვერ ხდება. აგეს რაოდენობა დიქტატურაა ჩამოყალიბებული, რუსი პუტინიზმია. პუტინს როგორც უნდა ისე აკეთებს. ჩვენ არაფერში 16 დღე ცოტა ნახევარი თვე აქ ვარ. ვინმე არ მოსვა ჩვენ პირიქით მივედით ჩვენ დაჟე 2 საათობით უცადეთ მერის წინ არა მერის საცასურია მისი მოადგილე იგი გაროჯი პოლიცია მოსასადმე არ ვიშ. სად უნდა მივდეთ რა ხდებით? აქ ვარ ჯერჯერობით რა ვიცი. თქვენი სახელმწიფოარი? შოთა გუნდაძე. შოთა გუნდაძე. დიდი მადლობა რომ მოგუყევით თქვენ შესახებ. ასეთია მოგეთ მდგომარეობა და სურათი აი აქ შენობაში, რომელიც 16 დღის წინ დაიკავეს უსახლკაროებმა ბათუმში. ეს შენობა ეკუთვნის სახელმწიფო ბალანსია ეს შენობა და 24 ოქტომბერს შემოვიდნენ აქ უსახლკაროები და მას შემდეგ ჩერდებიან აქ. როგორც ისინი გვიყვებიან, ამ დრომდე მათი პრობლემები არავის არ შეუსწავლია, არავინ მოსულა აქ ბათუმის მერიიდან, ანაჭერის მთავრობიდან, ხელისუფლებიდან ზოგადად და საუბარი იმაზე, რომ არათუ არ შექმნილა ამ დრომდე საცხოვრისის პროგრამა, რომელიც მოაგვარებდა უსახლკაროების პრობლემას, არამედ ამ დრომდე როცა უკვე 2 წელია ეს ადამიანები დგანან ქუჩაში და მართავენ საპროტესტო აქციებს, ამ დრომდე არც კი შეუსწავლია ხელისუფლებას ამ ადამიანების საჭიროებები, მათი ოჯახური მდგომარეობა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი ადამიანები, არიან ეკომიგრანტებიც, თქვათ ეს ბატონიც, ვისაც ახლა თქვენ კადრში უყურებდით და უსმენდით, ამბობს რომ არის ეკომიგრანტი, მისი სახლი არის თხილვანეში, იმ სახლთან ახლოს, სადაც ჩამოწვა გასული წლის ზამთარში მეწყერად ერთი ქალბატონი, ერთი ქალი გარდაიცვალა, დაიღუპა. ეს ბატონი ამბობს რომ სახელმწიფო შესთავაზა მას 50,000 ლარი ახალი სახლისთვის, მაგრამ ის ამბობს რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ მან მოიწყოს ახალი ცხოვრების პირობები. არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები აქ, ასევე მარტოხელა დედები, რომელსაც შეშმოპირი სტატუსის მქონე ბავშვები ჰყავთ და ისინი ყვებიან რომ ვეღარ ახერხებენ უკვე ქირის გადახდას და უწევთ აი ამ მძიმე პირობებში, მძიმე საცხოვრებელ გარემოში ცხოვრება და ისინი აქ ანაგზობენ უკვე ცხოვრებას და ამბობენ რომ თუ კი მათ ვერაფერს ვერ შესთავაზებს სახელმწიფო, ისინი იძულებულები გახდებიან რომ დარჩნენ ამ შენობაში და აქ მაგ მოაწყონ ცხოვრება. უსახლკაროები დიდი ხანია მართავენ საპროტესტო აქციებს ბათუმში, ეს აქციებიც გრძელდება პერიოდულად ბათუმში. 4 შენობა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში, ბუკნარში, რამდენიმე დღის წინ არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე დაიკავეს უსახლკაროები, მათ შორის ერთ-ერთი შენობა არის აი აქ აგრარული ბაზრის გვერდით. უკვე მე-16 დღეა უსახლკაროები, 25-მდე ოჯახი რჩება ამ შენობაში. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ პრობლემას, ნახოთ როგორ იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილებები ასევე. ეს მინდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან, გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. ეს ბათუმელების პირდაპირ ჩართვა იყო, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.